რამდენი ხანია ესეთი ტიპის ვისკის განხილვა არ შეგვიძლია? ტიპს გულისხმობ ხო? სულ რაღაცა სვეცკი ვისკებს წერს და კასტრის სიძლიერის single cask და limited edition და რაღაცა ეგეც არის. ყველაზე იაფიანი მწუხ ჩავწერეთ კლემ მაკგრეგორი და იმ მომენტისთვის ყველაზე იაფიანი იყო რას დაუპარავდეთ აღარ მახსოვს. Barclays და კლემ მაკგრეგორი ხო. ხო და აი რამ ძალიან ბევრი ხალისეც სხვათა შორის რა. ამოვიდა ყელში სნობიზმი რა მეგობრებო რა. წავით ეხლა უნდა მეთქვა, წავედ იაფიან ვისკიზე მეთქი, მაგრამ ჩემ ფეხებს ავთ იაფიან ვისკიზე. იმიტომ რომ ბოდი შემოხეში შედარებისთვის, ხო, ნუ რას ვიზამთ ახლა, ყველაფერი ძვირდება, მე არავის რა თქმა უნდა არ მოუწოდებ რომ რას ქვია გააძვირეთ, იმიტომ რომ ზოგადადაც ძვირდება. სოფლიოში ინფლაცია არის, ევროსიც ემატება ფასი, მაგრამ სამწუხაროდ ევროში როგორც ემატება ფასი, უფრო მეტად ლარში ემატება ხოლმე რა და ეს ვისკი რომელსაც ახლა მიმოვიხილავთ, ეს არის blended malt და ამ ყველაფერს ვიტყვით რა ნიშნავს და როგორ ნიშნავს monkey shoulder. საქართველოში როცა პირველად გამოჩნდა, არ ვიცი რამდენი არის 7, 8, 9 წლის წინ დაახლოებით როცა პირველად გამოჩნდა მე მგონი საქართველოში კი არ გამოჩნდა პირველად, მაშინ გამოვიდა. მაშინ გამოვიდა, ხო, სუსო პირველი ედიშენი საქართველოში შემოვიდა ოფიციალურად, კი. Whisky House ქონდა მახსოვს. ხო და 60 ლარი მახსოვს მე ფასი, 50-60 ლარი ესე. ხო, 65 ღირ და 07-იანი სწორად მახსოვს და 100 ლარზე ნაკლები ღირ და ესეთი ლიტრიანი. ხო, კი ბატონო. საკმაოდ იაფი იყო და არის შინაარსობრივად blended malt, ანუ თუ ვინმე ისეთი ვიყურებს რომ არ ერკვევით, single malt-ების blend-ია. ხო. თავიდან გვეუბნებოდნენ. თავიდან იყო, არ გვეუბნებოდნენ, ეს ეტიკეტზე არ ეწერა, მაგრამ ყველა მიცოდა, რომ თვითონ Monkey Shoulder-ი არის William Grants-ის კომპანიის მფლობელობაში და შესაბამისად რა single malt-ებით შედის ამ Grants-ის მფლობელობაში, იმათი blend-ი არის, ეს არის თავიდან იყო ახალი გამოსული როცა იყო Glenfiddich, Balvin და Kinninvy. ამ სამი single malt-ის მიქსი იყო. და თავიდან რომ გამოვიდა ჩაჩი ზემოდან რაც იყო ჩამოსმული, საცობზე იყო გამჭვირვალე. მე უკვე შემდეგი ბეჩები თუ როგორც არის რომ გამოვიდა, შავი ჩაჩი ჩამოაცვეს და ნუ ყველამ თქვა რომ ეს ის აღარ არის, რაღაცა გემო შეიცვალაო რა. ხო, სხვა ბრენდი გააკეთეს. როგორც გაირკვა Kinninvy, რომელიც ადრე გამოიყენებოდა ძვირის გარდა, Kinninvy, რომელიც თავიდან გამოიყენებოდა მარტო ბლენდებისთვის. ამ Kinninvy დაიწყო თავისი single malt-ების გამოშვება და იმდენი მარაგი აღარ ქონდა რომ Monkey Shoulder-ისთვის გაეშვა მთელი თავისი ვისკი და ამიტომ Kinninvy-ს მოუზებნეს შემცვლელი, რომელსაც არ ამბობენ და ეს შემცვლელი 1 ცალია თუ 100 ცალია, ეგეც არავინ არ იცის. შეიძლება უკვე 3 single malt-ის blend-ი კი არ არის, 10 single malt-ის blend-ია. კი ბატონო. ხო, აი ეგ არის რა. თუმცა დიდი გამოხმაურება ქონდა, მაშინ მახსოვს მე ინფორმაცია რაც მოვიძიე სუპირვალ გამოშვებაზე, მეორეზე ამბობდნენ შე როგორც თქვი რომ ისეთი ვეღარ არის, მაგრამ პირველზე კარგი გამოხმაურება ქონდა რომ აი ამ ფასის რეინჯში, ფასი ხარისხის შეფარდებით არის სასწაულად კარგი ვისკი რა და მართლა კარგი იყო. მე სუპირვალი არ მახსოვს იმართლა ეგეთ გასინჯული მაქვს, მაგრამ ისი არ მახსოვს. მეორეც რომ მომეწონა, ეგეც კი მახსოვს. და ზოგადად რომ მომწონს ეს ვისკი, ესეც მახსოვს. ერთადერთი რაც არ მომწონს, ლარებში მისი ფასია, რომელიც როგორც თქვით 60 ლარიდან უკვე ავიდა აღარ ვიტყვი რამდენზე, ეგრე მიბრძანეთ ბატონ მაღაზიაში და ნახეთ რამდენზეა. ან მაღაზიაში საერთოდ მიბრძანეთ, აქ მობრძანდით და პორცია გასინჯეთ და გეცოდინებათ გინდა თუ არა. ანუ ის რომ ეს იყო გემრიელი და იაფი ვისკი რაღაც დროს, თქვათ იაფი ვეღარ გამოდის დღეს. დღევანდელი მაღაზიის ფასად გულისხმობ როგორც იყიდება. და ნუ ეს მოდი ის ამბავი, ამიტომ ცალკე გადავდოთ და უბრალოდ შევაფასოთ როგორი გემო აქვს ამ blended malt-ს. ერთი ორი სიტყვით სახელზეც რო თქვათ, Monkey Shoulder-ი რა არის? იყო დრო, როცა ამოსარევი. კი. იყო დრო, მოკლედ ეს Kerry Sour ისგანაც single malt-ი ხო? ეს კეთება, იყრება დიდ დარბაზში. ანუ Kerry იყრება გასაღუებლად ამ დარბაზში და რო არ დალპეს ეს გაღუებული Kerry ნიჩბით დადიოდნენ და დღეს თუ რამდენიმე დისტილერია, რომელიც ამას ისევ აკეთებს, ეს არის Balvin, ეს არის Highland Park, ეს არის Kilchoman, მეტი არ მახსენდება და ადრე ნუ ყველა მაგას აკეთებს, ყველა ხელით აკეთებდა, იმიტომ რომ რობოტები არ ყავდათ და მოკლედ ეს ნიჩბიანი ტიპები რო იყვნენ მთელი ღამე რო ნიჩბებით ამ ხელა დარბაზებში ამ Kerr-ს ატრიალებდნენ, ეს მხარი უგრძელდებოდა. ტკიოდათ რაღაცა ცალკე ის იყო. ესე დადიოდნენ,
ხო, სამორდენი მხრით და ამას დაარქვეს Monkey Shoulder. ბავშვები დარბოდნენ, ეს ცუდი ბავშვები რო აბულინგებენ ხო ის ბრიტანელი ბავშვები. კენგოლით და ამ სიარულის გამო ეს მხარი ესე ქონა, ეს ახლა Monkey. ხო, Monkey Shoulder-ს ეძახდნენ, ანუ მაიმუნის მხარს ეძახდნენ ამ ტიპებს რა. აი ტკივა ადამიანს ესე დადის რა, აი ესე დადის რა ეს. და მაგათ საპატივცემულოდ მოკლედ დაარქვეს Monkey Shoulder ამ ვისკის blends. Single malt blends. ხო. კი ბატონო. მოდი გავსინჯოთ. მეტნაკლებად მაინც ბიუჯეტური ვისკიში გადის, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი ევროში ალბათ იმდენად არ გაძვირებულა, მაგრამ ლარებში რატომაც გაძვირდა და ნუ გაითვალისწინეთ რა, აქ ჭირთ ხალხო რა. შემომტანება რა. არც არ გინდა დამდენი პასტამატი. მე მოვატიეთ პირდაპირ ვამბობ ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ არ არის საჭირო რა, კარგით რა. ყველამ ვიცით ახლა ინტერნეტში შესვლა და ნახოთ როგორ დააგირს ევროში და რა აგირს ლარში. ნუ კაი ეს ცალკე თემაა და ერთი ვიდეო შეგვიძლია ამას ჩავწეროთ და ვიჩხუბოთ ბევრი. ნახოთ აბა ერთი. აბა. ნახე რა კაი სუნია. ასე ეხლა ამას რო ეს გიჟური ფასი ავარდნილი არ ქონდეს. სულ რაღაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავარდნილი ფასია, მეტი კი არა, თორე. იყო რაღაცა ნორმალური ფასად ხა წარმოიდგინე ნებისმიერ დროს მე მაგალითად ეს რო ძველ ფასში იყოს ან საშუალო ძველი საშუალო და ახალი ფასი რო ახალი ფასი უკვე აღარ, მაგრამ შუა აი სულ მექნებოდა რა. ყოველდღიური ვისკი რა, აი არაფერი რო არჩი ტელევიზორთან საყურებლად ტამბლერში რომ მოწრუყავ, ტამბლერში რო გეკითხა. არა, ამაში კარგი რა თქმა უნდა ტამბლერი კაცო. აი ამ ჭიქაშიც კი კარგი სუნია, კარგი სუნია აქ. ტყბილი, კრემის სუნია პირველ რიგში, ხო? კრემი არის ძალიან. არის ხილი ოხრად, ყვითელი ხილი, მსხალია გულაბიში. მსხალი კი, არის მსხალი. აი კარგი მსხალია რა. და ვანილი. აი მსხლის ვაშლის პიროგი ხო არსებობს, ვაშლი მსხალია. აი მსხლის ისა რა ქვია, ღვეზელი პიროგი, ღვეზელი ვანილით გამომცხვარი მოხარშული კრემთან ერთად. აი ეგეთია და კარგია რა, გემრიელია, ძალიან კარგი სუნია. გემრიელია ძალიან. ფანტასტიკურად კარგი სუნია. ვაღიარებ ბლაინდზე რო ეს ჩემთვის დაგესხა, ვიტყოდი რომ ბევრად უფრო მაღალი კლასის ვისკია, რაღაც single malt-ია მეთქი და ალბათ ფასსაც მეც მივცემდი დაახლოებით range რო გეკითხა, სად არისო ეს ვისკიო, ბევრად უფრო მაღალ range-ზე დავსვამდი, ვიდრე რეალურად ამ ვისკის ადგილი არის რა. კი. გავსინჯოთ? გავსინჯოთ. იმეორებს ხვირს. ხვირს იმეორებს. ოდნავი სიმწარე შემოდის, რაც მინუსია და სიმწარე არის? ვერ მოვთხოვდი რაღაც მინუსი არ კონდეს ამ კატეგორიის ვისკის. რახან ახლა ასაკი არ აწერი, ესე იგი ყველა ის ვისკი რომელიც შემოვთვალეთ ხო, ეს გლენფიდიხი, ბალვინი, კინინვი აღარ არის, მაგრამ სხვა რაღაცები, ყველაფერი არის 3-დან ზემოთ ასაკის. ხო რა, ნუ შესაბამისად ცოტა სიმწარე უნდა კონდეს რა, ხო. დაბალი ასაკის ვისკის სპირტი და სიმწარე ეთყობა, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველას მთავარი ნახე, ეხლა ჩემს პირში გემოები რაც დატოვა ფინიში ამ პერიოდის ლაპარაკის მერე ის სიმწარე გადავიდა და იმეორებს რო თქვა აი ის ცხვირზე რაც იყო ის სიტყვოები რაც ზემოთ ჩამოთვალეთ ეხლა სხვას და გრადაციას ვერ მოთხოვთ ამას ის ყველაფერი ფინიშზე დამიტოვა უბრალოდ პირში გამოვლების დროს გემრიელია ჩაყლაპვის მერე მოდის ის არასასიამოვნო სიმწარე სუოდნავ ისიც შეიძლება დიდად არ შეგაწუხოთ რა თუ ეხლა რაღაცა ძალიან ჩვენ ეხლა უკირკიტებთ მიხვდი თუ არ უკირკიტებ აკა ის თუ გამასწორ აკა ის თუ არ უკირკიტებ მაშინ იმ სიმწარეზე შეიძლება არც გამახვილო ყურადღება ხო რადგან უკირკიტებთ ეს სიმწარე არის მაგრამ გადადის და ტოვებს გემრიელ ფინიშს საბოლოო ჯამში დღიანობაში რა ცოტა ზედმეტად მემშრალა ფინიში თუმცა ხო მაგრამ გემრიელი კარგია სასიამოვნო ვისკის ესეთ დამახასიათებელი ნიშანია რა სასიამოვნო შვენიერია რა ვიცი ასე რომ ბარში თუ რაღაცა ისეთი არ გინდათ რა ქვია მაკალანი დამისხიდა, უცბად დაფიქრდები რომ მაინც ერთი ჯიბეში რამდენი მაქვს. თავისუფლად შეგიძლია დააიღო და ისიამონო და აისხიდა ალიე რა. ბიუჯეტური single malt-ების. ხო, ძალიან ბიუჯეტურია რა შესაძლოა. Single malt-ების ბლენდი single malt-ია რა. ხო, ნუ single malt-ებია რა, ვიცი. ჯამში მაინც სხვადასხვა გემრიელია რა. კანონით ვერ დაუძახებ single malt-ს, ეგრე და ეგრე. რა თქმა უნდა. ხორბალი არასხიაში. ხორბალი არა. მარტო ქერი. გამოიწერეთ ხალხი, გაწეროთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.